შეგიძლიათ ან სურვილი გაქვთ თქვენი კონკრეტული დიზაინი გააკეთოთ, კი ბატონო, მაგაზეც თავისუფლები ხართ. ყველანაირად. ხო, მოდი ჯერ შენ იმაზე ვნახოთ ახლა აქ რა ხდება. ხო, ანუ შენ გაქვს slider image საერთო კლასი, აქ ყველას თავისი უნიკალური კლასი აქვს. Image slider აქვს სექცია და არის კიდე logo. Image slider ამათი მშობელი, ხო? არა, image slider. ხო, მოიცა, ამას გავასწორ. აი ეს. რომ ამის შუაობილად ესენი გამოჩნდა. ხო, და image slider-ის ლექსია. შიგანე 90% ექშენობა 90-90-ზე პადინგები მექსი ეს ცენტრი და აქ რისი გაკეთება გინდა აი მიტანისას ანუ მეინში რომ ანუ ეს სურათის ბექგრაუნდი რომ მეინმა მიიღოს ანუ და ვერაფრით ერთელი დღე და ვერაფრით ვერ ვნახე. მაუს რო იმასი და აქ ბექგრაუნდი რო გამოვიდეს, ხო? თუნდაც კლიქზე, მაგრამ ერთ-ერთს ვერ ვნახე, ჰოვერით შვებოდი, მაგრამ ვერანაირად ვერ გავაკეთე. ხო, აბა არის ეგეთი რამე. გასაგებ. პირველ რიგში აი მაგალითად ეს რაღაც გაკეთება შეგვიძლია და ერთ რაღაც განახ. აი და ამის მე თან მიხვდები და თან განახ. ეხა ჯერ ადვილად დავხსნი. მაგალითად აი გვაქვს აი ნუ დივი იყოს რამე ჩაულებრივი. ბანო ჩანაწერიც ხო ჩავართოთ და მე თუ ვერ გავიშევ. და ჩანაწერი ჩართულია. კი ბატონო, კი ბატონო. ესეთ ხო ჩართული. კი ბატონო, კი. სამ div კლას გავაკეთებ და CSS-ში მივმართავ სამ პირე divs. პირველ რიგში რაღაც width 300 პიქსელი, height 300 პიქსელი და background color ხო, ეს ჯერჯერობით როგორი იქნება? ხო, ეს რაღაც გამოვიდა. ნახე რა შეგვიძლია აქ გვერდზე, ნუ ამათ ქვემოთ, ახლა პირობითად header-ის ქვემოთ სამ div ორსავი. რომელსაც მივცემ ისა width, ნუ იგივე 300-ზე გავაკეთებ და background color-ი, ნუ ჯერჯერობით მოდი blue კონდეს, რომ უბრალოდ გამოჩნდეს. ხო. ახლა ჩვენ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? როდესაც მე აკე სამ divs დავაჰოვერებ სამ div-ის ჰოვერის დროს სამ div ორმა ანუ აი აქ გამოტოვება იმას ნიშნავს რომ ამის დაჰოვერების დროს ამ ელემენტს მივმართავ მიიღოს მაგალითად background color ეხლა იდეაში არ გამო მაშინ შვილობილი უნდა იყოს ამისი. შვილობილი უნდა იყოს ხო ამ შემთხვევაში. ესე ვერ გავაკეთე. ანუ ერთ ელემენტზე რაღაც მოქმედებით მეორეზე ვერაფერი ვერ გავაკეთებინე საერთოდ. გინდათ ფერი შეცვლა ან რაღაც ამ ფონტის გასდა ვერაფერი. ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია გავაკეთოთ? იდეაში ეს JavaScript-დან უფრო წდება ესეთ საკითხები. მაგრამ CSS-დან ჩვენ რომ გავაკეთოთ. გავაკეთოთ რა შეგვიძლია მაშინ შვილობილიც რომ არ იყოს. იდეაში ესეთ რაღაც შეგვიძლია, ნახე. Absolutely, no ესეთი კლასები შეგვიძლია მაგალითად absolutely და მაგალითად top დასახსენი. ნუ ეს პირობითად რა. იმ თავარია რაღაც რეაქცია ქონდეს და მე იგივეა უკვე. ნუ აი ესეთი რაღაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ამათზე მაუსის მიტანის დროს
კი, მე უკვე მივხვდი background image ჩაუწერ და image შეიცვლეს. ხო, მაგრამ მაშინ აქედან კონკრეტულს როგორ ამოვიდა? მაშინ folder-ში უნიკალურად და უნიცათოდ უნდა ჩაეწეროს. გასაგებია, დიდი ხო, მადლობა. ნუ უნიკალურად მოგიწევს მაშინ. ხო, ნუ ეხლა ცოტა წვალება მოგიწევს, მე JavaScript-ი ყველაფერი უფრო ძალიან ადვილად ხდება უკვე. მე უკვე მაგას განახებთ. მადლობა. იდეა თუ გინდა JavaScript-ს ეხა უბრალოდ რაღაც სატესტოდ JavaScript-ზე განახებთ. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება ძალიან თუ გაქვთ სურვილი, მაგალითად, ან მალე JavaScript-ზე უნდა გადავიდეთ ამდენიმე ლექციაში. ისე ჩვენ შესვენება არ გვექნება, ანუ არდადეგების მსგავსი რამე. იდეაში ხო, წინაზე უნდა დამავიწყოთ. არდადეგებზე რა ხდება ახლა? ესე კონკრეტულად ჩვენ არდადეგები არ გვაქვს ველობაში, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ შევთანხმდეთ, მაგალითად, თუ სურვილი გექნებათ, შეგვიძლია ავიღოთ შესვენება 1 კვირით ან 2 კვირით. და ის შესვენება რაც გამოგვივა, ის შესვენება დაემატება კურსს. და შემდეგ მაგალითად 2 კვირით მერე დავამთავრებთ, თუ 2 კვირიანი შესვენება გექნება, ან 1 კვირით გვიან დავამთავრებთ, თუ მე მგონი აგვისტოში ვიღოთ ყველა თანახმა იქნება 2 კვირა მაინც. აგვისტოში ისეთი პერიოდია, ყველას გვინდა ალბათ სადღაც. და მით უმეტეს რეალურად იმისთვის ეს კარგი არის, რომ ამ რაღაცა გასულ მასალებს, აი ვინც ჩამორჩენილია პირობითად ან დავალებებზე ან იმეებსაც უფრო მარტივად გააკეთებ. კი. აი, დავუშვათ Java-ზე თუ გადავალთ რა, სადაც აგვისტოს დასაწყისისკენ, მაგ დროს რო ავიღოთ, რომ თან დავეწიო ზოგის სადმე წავა დაისვენებს რაღაცა, კარგი იქნება რა. და თუ არა და Java-მდე ჯობია მართლა და მე უკვე გადავიდეთ JavaScript-ზე უფრო მომზადებულებით შევხვდებით ალბათ რა. მე გეთანხმებით, მეგობრებო. კი, ბატონო. თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, მე ნებისმიერ ვარიანტთან ახლა ვარ, შემიძლია არ დავისვენოთ, შემიძლია დავისვენოთ. არც ერთზე არ მაქვს მე პრობლემა. თქვენ როგორც გადაწყვიტავთ და როგორც გექნებათ სურვილი, ისე გავაკეთოთ. ვიფიქრეთ, შეთანხმდით და მეც მითხარით, რომ აი ესე გვინდაო და მასე გავაკეთოთ. ამით მე ეხლა Java-ზე ალბათ პროექტის მერე გადავალთ, ხო? კი, ნუ შეიძლება თან გადავიდეთ და თან პროექტზეც ვივარჯიშოთ. გააჩნია აი როგორ მოგიწევს. ხო, აი უცბად განახებთ თუნდაც აი უცბად რაც შეიძლება მაგრამ მაგალითად JS-ი რაღაც დაგჭირდება აქ ახლა JavaScript-ის ფაილი შევქმნით და ნუ დაახლოებით აგიხსნით რა. მოდით JavaScript-ის დაკავშირება ხდება. აი ესე. NJS-ი ვაკეთებ. image-ში შევქმნით. აი იყოს image-ი არა. ხო, ნუ პირობითად ესეთი რაღაც დავაკავშირე. ზოგადად რაც არის აქ კოდში. ინგლისში. აი. ეხლა მაგალითად დავაკავშირე JavaScript-ის ფაილი და შემიძლია რაღაც ცვლადი შევქმნა, მე ცვლადებსაც ავხსნი და ცვლადს დავარქ მაგალითად ამ სახელი, მაგალითად view dris და document where selectoring რაღაც არსებობს, რომლის საშუალებითაც ან ვეუბნები რომ ვეუბნები რომ დოკუმენტი არის ზოგადად HTML-ის ფაილი შემთხვევაში. ამას განახებთ რაღაც query selector-ია, რომლის საშუალებითაც HTML-ს შეგვიძლია მივწვდეთ კლასებს. მაგალითად ეხლა მე მივწვდები 3 divs, ან divs აქედან გამოვიდან მაგალითად
გამოვიტან და ვეტყვი რომ აი ამას მინდა რომ ვიწვი. კონტენტს ბჭყალები არ გჭირდება, უბრალოდ აი ამ დივის სახელს დავწერ. და ეხლა ეს შევინახეთ სხვაში. მე კონს div 2 მაგალითად ისევე დოკუმენტს მიმართავ, query selector-ს გამოვიყენებ და ვეტყვი რომ ეხლა სამ div 2-ს მინდა რომ მივიღო. ეხლა მე ეს div ჩემთვის არის უკვე აი ეს ელემენტი div და div 2 არის უკვე აი ეს ელემენტი. ეხლა შემიძლია რომ ესეთი რაღაც გავაკეთო, div-ს უთხრა, რაღაც event listener-ი მივაბა, event listener-ი არის რაღაც მოქმედებას რო უთმენ, შემიძლია კლიქზე, ანუ ღილაკის დაჭერისას შევასრულო რაღაც ფუნქცია. რაღაც მოხდეს. მაგალითად, შემიძლია div 2-ს ვიცი style-ი და მაგალითად background color is მე განარჩენი ელემენტებისაც წავიდნენ, მოდი ერთ სამანას დავაკომენტარებ. ფილებს დავუპატარავ. ვიდეოს ასოს. სელზე ეს არის საკმაო ფუტერი არის. ეს დავაკოპირებ ორი წამს. და ნახეთ, ღილაკს დაჭერისას შეიცვალა ამას სტილი. მოიცა ეს სწრაფად გავაკეთე. ანუ ნახეთ, მე როდესაც orange დავაჭირე, მან შეიცვალა სტილი. მე იმასაც ვნახავთ, აი მაგალითად, აქ შეგვიძლია მე შევინახოთ კონკრეტული ფოტო, მაგალითად, რომელ ფოტოსაც დავაჭირეთ, შეგვიძლია ეგ ფოტო მოვძებნოთ და ის კონკრეტული ფოტო ჩავარგოთ აქ. ეგეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეხლა აქეთ რეალურად როგორ? სტატიკურად აღარ დაჭირდება ყველა SMS. ხო, ანუ რეალურად ნახე რა ადვილია ეს ეხლა შეიძლება ცოტა რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ აი მაშინ რო გესაუბრებოდი თუ გახსოვთ რომ ადამიანის ენასთან მიახლოებული პროგრამირების ენები თქო და კომპიუტერის ენასთან მიახლოებული პროგრამირების ენა. ეს არის ადამიანის ენასთან ყველაზე მიახლოებული ენა. ანუ მიმართავ div-ს და event listener-ს ამატებ რაღაც მოქმედების მომსმენს. რას უსმენთ? მე ვუთითებ. აქ უსმენთ clicks, ანუ დაჭერას. აქ ეს ფუნქცია არის arrow function-ი, აი ამას იმდენად ხშირად დაწერთ, აი ამ ფრჩილებს და ის არის რომ დამიჯერეთ, ეს იქნება აი ძალიან ნაცნობი რამ თქვენთვის. ეს უბრალოდ ფიგურულ ფრჩილებში ვწერთ რას? div 2-ს მივმართავ, ანუ სამ div-ს. ვეუბნები რომ სტილი background color მიიღოს მწვანე. და ნუ ასეც ხდება. შეგვიძლია mouse მოვიავიღოთ, ანუ mouse-ის გამოძრავებას მოусმინოთ. ნახეთ? mouse-ი მე ხა არაფერს დამიჭერია, უბრალოდ mouse შევიტანე და მიცად დავარეფრეშოთ, mouse მივიტანე აქ და ფერი შეიცვალა მწვანედ. მაგალითად შემიძლია ესეთ რაღაც გავხდო mouse enter-ი. ეხლა დავარეფრეშებ, ნუ ეხლა იდეაში იგივე გამოდის. mouse move-ის ვარიანტი, მაგრამ ანუ ეხლა მე რო საიტი გადავარეფრეშო. F5-ითაა, ხო? ნახეთ, იდეაში mouse შიგნით მაქვს, მაგრამ გამოძრავებაზე მაშინვე გამწვანდა. და ასე შემდეგ, ნუ სხვა მეთოდები არის, მე კონკრეტული კონკრეტულ კლავიშაზე დაჭერა შეგვიძლია მოусმინოთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ შესაძლებლობას მოგცემს შემდეგ JavaScript-ი უკვე და ერთ სული მაქვს, როდის გადავალთ. კარგი. იდეაში აქ მადლობა. ხოგიო, განსხვავებით როგორ შეგიძლია კარგი. კი, გასაგებია, დიდი მადლობა. დამეხმარება ძალიან. ძალიან კარგი. კაი, ამას გავთიშავ მაშინ და შევქმნათ ახალი ფაილი. Adres
ისევ წინაზე რაც გავაკეთეთ, აი დაახლოებით იმ პროექტის მსგავსად, ან შეგვიძლია აი ამ პროექტების ფაილიდან მოძებნოთ კიდე სხვა სიტუაციები და იმ სიტუაციებში სად როგორ მოვიქცეთ, ის ვნახოთ, მაგალითად ამ შემთხვევაში რესპონსივი როგორ გავასწოროთ, როგორ მივიქცეთ ამ შემთხვევაში რესპონსივი და ასე შემდეგ. მოდი უბრალოდ Visual Studio Code-ში HTML რელიზი გამოვიდა და ცნობა აქ სტანდარტული პროცედურები დავლინკოთ CSS-ი განულება გავუკეთოთ და იდეაში მზადაა ყველაფერი. აი, მოდი ახლა გავხსნათ. აი, მაგალითად, ახლა ბოლო არ ვიცი რომელია, არ მახსოვს, ბოლო ვნახოთ. აი, ბოლოს მაგალითზე ვნახოთ, აი რა. შეიძლება იყოს. აი, გვაქვს. ხო. ესეთი ვერდია. ეს იდეაში იმის მსგავსი არის. კი, იგივეა. თლიანი საიტია ვაწყე. კი, ზუსტად იგივეა. იმიჯია სხვა უბრალოდ. იგივეა ერთ-ერთი. უკაცრავად ამ საიტზე მე მაქვს ერთი კითხვა. შეიძლება. ხო, გიორგი. აი ზევით header-ში ხო აი მან დაუშვათ იქ არის ორი დივი შექმნილი ქვევით სურათი და ტექსტი რო არის ერთად. ცალმხარეს ხო რაღაც ტექსტი არის და ცალმხარეს მეორე სურათი ხო ორი დივი არის. ხო და დაუშვათ პირველი ავაწყოთ აი ეს H1 სადაც არის აი რაღაც contact every after sale რაღაც რო წერი. ეს ხონთლია. თუ აი ეს არა, ქვედა ხო აი ეგ. ხო, ეს ხარია? ხო. და მან დაუშვათ ჩვეულებრივად დაუწერეთ ტექსტი, ეგ ხო მაგის ზომა ხო ჩვეულებრივად მთლიან იმას დაიკავებს, მთლიან ხაზს. ხო, კი რა თქმა უნდა. და ანუ როგორ ჯობია ეგეთ დროს მე მაგალითად წინაზე width-ი შეუზღუდეთ და მაგიტო დაჭდა ეგრე რომ სხვადასხვა ხაზზე ჩამოვიდა მაგრამ ანუ break line-ებით ვაკეთებ ხოლმე მე და ანუ ეგ რამე პრობლემა ხო არა? არა, არანაირი, პირიქით ძალიან კარგია. ანუ უყურე მე იდეაში ამ სიტუაციაში ვიყენებ max width. და ვეუბნები აი აქ რამდენიც არის მაგალითად 425 პიქსელი. max width-ი და შემდეგ ეკრანის დაპატარავებასთან ერთად ეს ტექსტიც ნენელა შეიზღუდება, ჩამოვა, მერე font size-ით დაუპატარავდება და შემდეგ უკვე იდეაში იდეალურად დაჭდება. აი, მადლობა. არაფერს. ხო, იდეაში ამის მსგავსი საიტი რომ იყოს პროექტისთვის შეიძლება? კი ბატონო, რატომაც არა? შეიძლება, რატომაც აიკონები არის გათვლილი. ხო, მოდი დღეს თუ გინდათ აი ფუტერი გავაკეთოთ, თუ გაქვთ სურვილი, იმიტომ რომ ფუტერში ბევრი საინტერესო რაღაცა არის, აი აქ ხაზიც არის მაგალითად. და ყველაფერი გვაქვს გაკეთებული ფუტერის გარდა. შეგვიძლია ფუტერზე ვივარჯიშოთ. ხო, მოდი ჯერ ლოგიკურ ნაწილებად დავყოთ ეს ფუტერი. პირველ რიგში, მაგალითად, აი ესე სექცია, ან ფუტერის ერთი სექცია. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ზედა ნაწილი და ქვედა ნაწილი. ანუ ეგ ორი დივი. შემდეგ ზედა დივში რა გვექნება? როგორ უნდა დავყოთ ახლა აქ? მაგალითად აი თქვენ რომ მითხრათ. აი ამით დაყოფა როგორ შეიძლება უკვე ზედა დივში სამ დივად დავყავი კონკრეტულად ამ მაგალითს. ბატონო, ზუსტად სამ დივად უნდა დავყოთ აქ. და შემდეგ უკვე ამ სამ დივს display flex მივცემთ, გავანაწილებთ. მივცემთ ყველას თავის ზომას. აი, მაგალითად, როგორ შეგვიძლია ზომა მივცეთ. ეხლა მე მაგალითად about contactor სავში, აი ეს რაღაც კონკრეტულ ნაწილში შემიძლია ვნახო. ეხლა ზოგადად
ხო, კიდევ ერთ პლაგინს განახეთ inspector styles. შეგვიძლია ვნახოთ ყველაზე განიერი ელემენტი, რაც არის 435 პიქსელი. აქ ამ კონკრეტულ divში ვეტყვი, რომ ამ კონკრეტულ divისგან იქნება 435 პიქსელი. შემდეგ აქ ვნახავ ყველაზე განიერი რაც არის, გონი ეს არის თუ ეს. გონი ეს არის 236 პიქსელს მიცემ ამ კონკრეტულ ელემენტს, ამ კონკრეტულ divs და ამასაც 236. ანუ გვექნება 435 პიქსელი, 236 პიქსელი და 236 პიქსელი. შემდეგ ამ ერთ divში იქნება ეს სამი div. ნუ ესენი უკვე შემდეგ პირველ divში ეს ელემენტები, მეორე divში ეს ელემენტები და მესამე divში ეს ელემენტები და შემდეგ უკვე აქ ორ div-ა დავყავით ეს კონკრეტული ნაწილი. ეს გვექნება მეორე div, ხო? ამ divში შემდეგ გავაკეთებთ ნავიგაციას. ანუ გვექნება ული divში, ულში ჩავსვავთ ამას, ნავიგაციას. შეგვიძლია nav tag-ი გამოვიყენოთ და შემდეგ მაგალითად ამ პარაგრაფით ან h4 ან h5 შეგვიძლია გამოვიყენოთ copyright-ით. და display flex-ით შემდეგ გავანაწილებთ და მივცემთ შესაბამის სტილებს. გონი არაფერი რთული აქ არ არის, ყველაფერი მარტივად არის. აი ამას მაგალითად როგორ გააკეთებთ? ამაზე რას გამოვიყენებთ? რადიო ბათონი. კი ბატონო, რადიო ბათონი ზუსტად. და რადიო ბათონი გამოვიყენოთ. ძალიან კარგი. შეგვიძლია გადავიდეთ HTML-ში და ნელ-ნელა უკვე დავიწყოთ გაკეთება. კარგი, ავიღოთ ფუტერი. მოდი ახლა მე უბრალოდ ესეთ რაღაცას გავაკეთებ. მოდი თვითონ ფუტერი ვნახოთ რა მხელა არის სიმაღლეში, ხო? სიმაღლეში აი ახლა მე მთლიანი ფუტერი მომნიშნე და ნახავთ რომ 650 პიქსელი. თავიდანვე მოდი ფუტერს მიმართავ. tag-ი ფუტერი გვაქვს, მოდი class მივცემ ფუტers და first, როდესაც მიმართავთ, მივცეთ height 650 პიქსელი და ნუ დანარჩენ შემდეგ უკვე რაც საჭიროა მივცემთ. ხო, მოდი აქ უბრალოდ გავაკეთებ ახლა მე headers. First header-ი. და main-ი class-ით main. ეს ორი ელემენტი ახლა იმიტომ გავაკეთე რომ მინდა რომ ფუტერი საიტის ქვედა ნაწილში მოვახვედრო. უქემოთ რომ იყოს. ამისთვის აბა თუ გახსოვთ მე წინას განახეთ ფუტერი როგორ მივაწებოთ საიტის ქვედა ნაწილს. Flex 110 უნდა უთხრათ მე მგონი mains. კი ბატონო, იდეა შევამთ mains არა. ეს ყველაფერი მაგალითად ჩავსვათ რამე საერთო wrapper-ში. ანუ რამე ერთი საერთო div-ი დაგჭირდება, რომელშიც მოვათავსოთ ყველა. მაგალითად wrapper-ი. და რაც აუცილებელია mains არა. HTML-ს და body-ს უნდა უთხრათ 100%. შემდეგ მოდი headers-საც მივმართოთ, ნუ height-ი მივცეთ დაახლოებით 30 პიქსელი და background color-ი მაგალითად CCC. შემდეგ mains მივმართოთ და height-ი არ მივცეთ, უბრალოდ background color-ი მივცეთ. მაგალითად 2E. და ეხლა შეგვიძლია რომ ზემოთ wrappers მივმართოთ და უთხრათ display flexi და justify content flex direction call. ხო, და შემდეგ რას ვაკეთებდით? flex 1 და out. ეგ რას ნიშნავს? ანუ ქვევით ჩამოვა მივხვდი, მაგრამ რატომ ვაცლებთ მასზე?
პირველი ნაწილი არის flex shrink-ი, flex shrink-ი ესეთი flex ელემენტია, რომელიც აძლევს იმის უფლებას, რომ დაიკავოს რაღაც კონკრეტული ზომა. მე flex shrink-ზე და flex row-ზე ვილაპარაკებ. ეს ერთი ნიშნავს იმას, რომ აქვს უფლება დაიკავოს უფლება კი არა, უნდა დაიკავოს მთლიანი სივრცე, რაც აქვს. და ბოლო auto იყო flex basics-ი. რომელიც ასევე არ აძლევს იმის უფლებას, რომ გაცდეს დადგენილ ზომებს. წამი height 100% დაუწეროთ ამას. Okay? ხდება? სწორად მიმართოთ, ხო? დიაში კი, სწორად მიმართავთ, რა ხდება? wrapper-ში ხო არის მოთავსებული ეს ყველაფერი? სიგანე ხო არ უნდა მაინც? მოდი, აბა, ამას დავუწეროთ. სიგანე არ დაჭირდება. ఇది 100%. ამას დავუწეროთ, მაინც დაგგვევის მიდით, მაგრამ სიგანე არ უნდა მეინს. თუ უნდა კი. როგორ არ უნდა. display flex-ი გახდა. არა. რამერია ხა. Okay. Excel-ი. აშკარად შეცდომა დაუშვი. იწამით. ეხლა ზუსტად ნახავ. რა შემეშალა. Okay. მე სადვეძებდი პრობლემას და სად ყოფილა min height-ში. კედან არა ეს. რატომღაც ამან არ გამოგვისწორა პრობლემა? აბა HTML-ით რო გამოჩნდეს იქნებ ჩვენც მივაგნოთ რამეს. იცი. ჩავკითხოთ. Mains ზომები ხო უნდა კონდეს. Mains უნდა, არა, mains არ ჭირდება, მაგრამ აი wrapper-ისთვის არ დამიწერია. wrapper-ს არ დაუწერე და ალბათ. ხო. min height დაუწერეთ, მაგრამ რატომღაც არ მოეწონა. ვიყავ შავ.
header-ის fade, flex 1 auto. მოდი ჯერჯერობით აბა ეს 100 პიქსელი გავხადოთ. 50 პიქსელი გავხადოთ. რამდენი პრობლემა შევქმნი ხა მე იმის გამო რომ ეკრანი მქონა მიახლოებული. და ვერ ხვდებოდი რომ რეალურად ვაიმე რამხელა ადგილს იგავებს თურმე. არა უშავს, ოკეი. არ მეგონა ამ ხელას თუ დაიგავებდა. აი. სხვა რა გზა არის. მოდი გადავიდეთ ფუტერზე და ნელა დავუძვით. დაში footer რა შეგვიძლია აი ამ ადგილს დავარქვათ მაგალითად ფიგმაში გადავიდეთ და ზემოთან ნაწილს upside მაგალითად და ესე შეგვიძლია მაგალითად გავაკეთოთ upside-ში ახლა ავყოთ ამ ნაწილად ეს კომპონენტები როგორ კონტეინერიც გვი კონტეინერსაც წავიდა ხო მართალია ხარ კონტეინერი გამომრჩა ეს კონტეინერი შეგვიძლია აი კონტეინერად ეს ჯოხი ავიღოთ ხო აქ 100 პიქსელი არის ოკეი მთავარი გამომრჩა კონტეინერი ავწეროთ width 1000 max width რა თქმა უნდა max width 1200 პიქსელი merging 0 ავყო და padding-ები 0 და 15 პიქსელი. ხო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ახლა უნდა გავსაუბროთ თქვენ კონტეინერში და footer image. ხო, footer image ორ ნაწილად დავყოთ, რატომღაც პირდაპირ საქმეზე გადავედი მე. footer image და ის გამორჩა, მოიცა ამას წავშვა, თქვენს კარგად დააკვირდეთ რაღაც რაფად გავაკეთე და okay. Okay. რა გავაკეთე? ამ ჩვეულებრივი სტრუქტურა გავაკეთე footer-ი, კონტეინერი და footer inner-ი გავაკეთე. footer inner-ში ახლა შევქმნი ორი დივი, upside და downside. ზემოთა ნაწილი, ქვემოთა ნაწილი, ანუ ეს ზემოთასთვის, ეს ქვემოთასთვის. ახლა ზემოთა ნაწილში უნდა შევქმნათ სამი დივი. აქ რაღაც ტექსტებია და მოდი upside წერტილი upside ტირე ტექსტ გავაკეთოთ. შემდეგ მეორე დივი აქ რაც დაგჭირდება upside-ში. მოდი ამას ესე გავაკეთებ, რომ კარგად გამოჩნდეს. ხო და ამასაც დავას გავაკეთებ. ხო, footer upside-ში შევქმნი upside ტექსტი. შემდეგ ჩვენ გვაქვს upside list-ი მაგალითად გავუჩა list-ი და მესამე ნაწილს დავარქვათ articles. Articles. Und upside. ხო, ტექსტი, ლისტი და articles article-ები და აქ შემდეგ უკვე გავამზადოთ აქაც ბარემ. ან ჯერჯერობით ეს ქვემოთა ნაწილი იყოს. შემდეგ ამას გავუსწრებთ. კარგი. ზემოთა ნაწილში upside text-ში მოდი ამას ეს დავყობ. upside text-ში ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაცები. შევქმნათ ერთი დივი. მაგალითად კონტაქტი დავარქვათ. text მაგალითად. content contact და text contact-ში შევქმნათ ერთი img
და მეორე პარაგრაფი. აი ამ ტექსტისთვის. ეხლა ნახეთ, პირდაპირ მაუსი რომ იმაქ, ინიშნება მთლიანი აი ეს მონაკვეთი. მაგრამ კონტროლს თუ დავაჭერ, კონკრეტულად გადავალ ტექსტზე. ეში კიდევ ორჯერ დავაწყობ მაუსს, დავაკოპირებ კონტროლ-C-ის საშუალებით ტექსტს და ჩავსვავ პარაგრაფში. იდეაში ბარემ ჩვენ შეგვიძლია ეს აიკონიც გადმოვწეროთ. მოვნიშნავ აიკონს. ექსპორტი აი აქ ნახეთ თუ პირდაპირ გაშლილი არ არის. ექსპორტს არ გვიჩვენებს. პლუსი ავირჩიოთ და PNG რეჟიმში გადმოვწეროთ. ოკეი. ეხლა ამ ფოტოს ჩავაგდებ ჩვენს ფაილში და მოდი ბარემ ეს ორი ლოგოს გადმოვწეროთ. ექსპორტი და ეხლა ეს safely-ს მოვნიშნოთ და ამაზეც ექსპორტი ავირჩიოთ. ეს Google Pay და Apple Pay რო დაუკავშირდეს ბარათებს. ხო, ეგ უკვე ფექის თემაა, ხო? ანუ ჩვენ უბრალოდ ლოგიკა უნდა დავწეროთ, რომ ღილაკზე დაჭერის შემდეგ რა მოხდება, ანუ ჩვენ შექმნით ვიზუალს, ვეთქვით, რომ ღილაკზე დაჭერისას რა მოხდება, როგორ მოხდება, დანარჩენი უკვე ბექის მხრიდან არის. permission-ები აქვს გათიშული. საერთოდ ფოტო გაეთიშა. Block ads with offensive. Okay. სწორად გადმოიწერა ხო იმედია. ესეც შევავდოთ. ჩვენს ფოლდერში მოდი სახელებს გადავუკეთებ, რომ გასაგებად იყოს სახელები. ამას შევმოკლებ სახელს, არ ჭირდება ამ ხელსახელი. Only მაგალითად ეს Android-ი და ეს იყოს ოკეი. გადმოწერთ ყველაფერს საჭირო იყო აიკონი, მეტი აღარაფერი აღარ გვაქვს გადმოსაწერი, ამიტომაც აქ პირველ რიგში SRC-ში, აქ ახლა იდეა ცალკე იმეიჯი აღარ შევქმნი, რადგან მარტო 3 ფაილია, ამიტომაც აპირ გავაგრძელებთ Android PNG. არ გვინდა ჩვენ გვინდა phone PNG და იდეაში პარაგრაფზე ოკეია ყველაფერი. მოდი ვნახოთ ვიზუალურად, ხო, ნუ ჯერჯერობით ესე გამოიყურება, ამ ყველაფერს გავასწორებთ. და შემდეგ გადავიდეთ უკვე upside list-ზე. აქ upside list-ში გვჭირდება ული. unordered list-ი, ულს მივცეთ ახლა ესეთი სტილები. პირველ რიგში სამ სტილებს შევქმნით. გვჭირდება input-ი, რომელსაც ტიპი ექნება radio და ჯერ ულში შევქმნათ li, რა თქმა უნდა, და li-ში შევქმნათ input-ი typed radio და ასევე იდეა შეგვიძლია ეს span-ით გავაკეთოთ და აი მაგალითად span-ით რატო გავაკეთებთ ამას. იმეტყვის. და არა მაგალითად პარაგრაფით. მთლიანი ხაზი რო არ დაიკავოს. inline ელემენტი გჭირდება და მაგით. ბატონო, input-იც inline-ია, span-იც inline-ია, ამიტომაც ორი inline ელემენტი მგონი კარგად უნდა გავიდეს. ეხლა იდეაში ამ ტექსტს მოვნიშნავ და აი აქ ჩავსვავ. გავაკოპირებ რამდენჯერ გჭირდება 2 4 6 8 10 ჯერ 3 4 5 6 7 8 10 იდეაში შეგვიძლია რომ ტექსტები გადმოვიტანოთ აქ but
და ბოლოს გადმოვიტანოთ. ოკეი. მოიცადეთ ერთ წამი, რა გავაკეთე ახლა? რატო გადავედი ლისტზე ესე მალე? ეს ნაწილი არ მქონდა დამთავრებული, ვაიმე სიცხე თავისას შვება მგონი. ძალიან ცხელა. ო, ანუ ჯერ ეს ნაწილი უნდა დამთავრებინე, ეს საერთოდ გამოვტოვე ეს კონტაქტი. ისინი. ო, აი, მოდი ისევე ამას მოვუგნოთ, ეს ჯერჯერობით ესე იყოს, მოდი როგორ არის, ოკეი. იდეაში ნორმალური არის, უბრალოდ full scout shot. is style nani აზები რო გავუქროთ გვერდიდან და მოდი აი აქ ლურჯად რომ აქვს background-ი მე ახლა მოვნიშნავ property-ებში ანუ მოვნიშნავ ძალიან background-ს property-ებში გადმოვა ქვემოთ ჩამოვსხვა აი აქ ნახოთ colors-ი დავაკოპირებ და იდეაში footer-ს მოდი უსმაგივრად აი ეს სტილი გავუწევთ ეს ფერი რომ უფრო კარგად გამოჩნდეს ყველაფერი კი ბატონო ო ძირითადი ფერი ვნახოთ ტექსტის რა არის ტიპოგრაფიაში FF-ი ანუ თეთრი სუფთა თეთრი არის FF-ი და ამიტომაც ფუტერს შეგვიძლია მიმართოთ და უთხრათ რომ მან ტექსტი რაც იქნება ყველაფრის ტექსტის ფერი იქნება თეთრი და ამისად ტექსტის ფერიც შეიძლება იდეაში შეგვიძლია ფონტებიც ვნახოთ რა ფონტები გამოიყენება აქ product sans-ი იდეაში შეგვიძლია ასევე გამოვიღოთ font Google Fonts-იდან, ამ მგონი product sans-ი არ არის აქ. product sans-ი არ არის. აქ არის open sans-ი. ხო. იდეაში product sans-ი და open sans-ი თითქმის ერთ და იგივეა, მოდი ბარემ open sans-ი გამოვიყენოთ. get font-ი ავიღოთ. get embedded code. ავირჩიოთ აქ import-ი და დავაკოპიროთ style. აქ ეს import-ი. ამოვიღოთ CSS-ში რა თქმა უნდა. პირველ ხაზზე აუცილებლად. და შემდეგ უკვე სტილებიდან მივხედავთ, მაგას შეჯერობით უბრალოდ დაკავშირებული იყოს. ხო, ყველგან X შრიფტი გამოიყენება, ხო, product sans-ია ყველგან. კარგი. ეხლა მოდი ისევე ამ ნაწილს მივხედოთ. აი აქ ტექსტის კონტაქტი გავაკეთეთ ტექსტის. about კონტაქტერი, მოდი about-ი დავარქვათ. text about, სადაც გვექნება H2, რომელშიც აი ამ about კონტაქტერს სავს დავწვავთ და აი ამ ტექსტს დავაკოპირებთ და პარაგრაფი, რომელშიც ეს ტექსტი გვექნება. და ეხლა ლოგოები. text logos. ხო, თან არის დააკვირდით რომ about text-ში. ტექსტი აი გამხდელდა დამხურავი აქ არის, text კონტაქტის გამხდელდა დამხურავი აქ არის. ეხლა ეს მესამე გავაკეთეთ და აი აქაც შეგნით უკვე ლოგოებს გავუშვებთ. აქ დაგჭირდება ორი img. Apps არ გამოვიყენებ, აქ ერთი უნდა ჩავსოთ Android-ი, Android-png, რაც სახელი დავარქვით და Apple-png. მოდი იდეაში ვიზუალურად ნახოთ, ჯერჯერობით რა თქმა უნდა, ეს გამოიყენება არც თუ ისე ლამაზად. და იდეაში ეს ნაწილი მზად არის. მოდი ახლა იდეაში შეგვიძლია შესვენება გავაკეთოთ და შესვენების შემდეგ უკვე გავაგრძელოთ, სტილები მივცეთ და ეს ამ ნაწილზეც გადავიდეთ. კარგით. დავბრუნდეთ 10 წუთში.
აქ ხართ მეგობრებო? დიახ, მას. აქ ვართ. ბატონო. გვიძლია დავიწყოთ ნენე რა. რაზე გავჩერდით? მოკლედ, იდეაში ეს მარცხენა მხარე ავაწყეთ. იდეაში შუა მხარეც დიდი არაფერი იყო. შუა მხარით გავაკეთეთ უკვე. ამიტომ აი აქ popular brands დაგვაკლდა. მოდი აქ H2-ს გავაკეთებ, H3-ს. და popular brands გადავდო. იდეასები წერია, ხო სულ? მოდი არაფერს არ დავუწერ, პატარა ასოებით დავუწერ მე აქ. და CSS-დან გადავიტანოთ და მაგას განახებთ როგორ. CSS შეგვიძლია გავთიშოთ. შეგვიძლია ჩავკეცოთ. შეგვიძლია ცოტათი მივაახლოთ. ძალიან იქნება მე მიახლოებული. ოკეი. ეხლა შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. გადავიდეთ არტიკლებზე. აქაც მოდი H3 გავაკეთოთ, most visited articles ამას დავაკოპირებ. ამასაც პატარა ასოებით დავწერ. H3 most visited articles. და აქ ჩვენ დაგვჭირდება ახლა პარაგრაფი. ან H4-ები შეგვიძლია გამოვიყენოთ აქ. ამების მაგალითად. პარაგრაფებს. H4 პარაგრაფი, H4 პარაგრაფი, H4 პარაგრაფი. შეგნით ახლა ეს კონკრეტული მონაკვეთი, რამე საერთოდ div-ში უნდა მოვახვედოთ. ირე რაღაც ინფორმაციები და მოდი info დავარქვით. info სადაც გვექნება. info კიდე ერთი დივი რა რომ აი ეს ელემენტები ცალკე დივებში ჩავსვათ. info ტირე მაგალითად hard drive card იყოს მე ნებისმიერი მოვიფიქროთ და H4 ეს გადავიტანოთ ახლა და ქვემოთ პარაგრაფი. ეს უნდა დავაკოპიოთ 1 2 3 და 4. და პარაგრაფი რატომ არ არის ეს? ხო? ეს იდეაში ჩაულებრივად შეგვიძლია H4-ის მაგალითად პარაგრაფი გამოგვეყენებინა, მაგრამ მე ახლა როდესაც ამ ყველაფრის გასწავლას დავიწყე, მინდა რომ ესე გავაკეთო, მიმართო H4-ს, მიმართო პარაგრაფს, H4-ს პარაგრაფს ახლა კიდე დამატებით კლასებზე რომ აღარ ვიწოვ. შეგვიძლია აქ მაგალითად ახლა კლასი რომელიც ეს იქნებოდა კლასი info card title მაგალითად ამას მივცემდი პირობითად კლას info card subtitles. მაგრამ შეგვიძლია თეგებით მიმართო. მოდი გადმოვიტანოთ ეს ინფორმაცია, აქ რაც გვაქვს, რა ოქტომბერი რაღაცა. ეს გადმოვიტანოთ. Not nice. Well, ტექსტი ერთი და იგივე იყო, მე კიდე რენჯერ ჩავწერი. აქაც ესენიც ერთი და იგივე ყოფილა.
აი, იდეაში HTML markup-ი გავამზადეთ, ყველაფერი მზად არის. ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ ნელ-ნელა გასტილვაზე. პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის მშობელი, footer inner-ი, არა footer inner-ი არ გვჭირდება, upside ტექსტი, footer upside. ზემოთა ნაწილი, რომელიც უნდა გავანაწილოთ display flex-ის საშუალებით, ხო? გადმოვიდეთ CSS-ში. და ქვემოთ მივიდეთ. Footer upsides between display flex. Okay, გავანაწილეთ. Justify content. მოდი space between-ი მივცეთ. და ხო, იდეაში ჯერჯერობით მეტი არაფერი არ ვჭირდება. ეხლა, რა თქმა უნდა, ყოველს საკუთარ უნდა შევუდგოთ ზომა, რადგან ეს რატომღაც ძალიან ბოროტია და ძალიან ეკრანს იტოვებს თითქმის, არ აძლევს საშუალებას რომ დადგეს, ამიტომაც footer. უბრალოდ upside text-ს, ანუ ამ კლასს, რომელშიც ტექსტი გვაქვს მოცემული, მივცეთ სიგანე 600 რამდენი იყო? 435 პიქსელი სიგანე. ანუ მივცეთ max width 435 პიქსელი. და გადმოვიდეთ ნახოთ რომ აი ესე შევიწროვდა ჩვენ ტექსტი. აი, ამასაც მივცეთ ახლა შეზღუდვა სიგანეში, popular brand 215 იყო ზუსტად მახსოვს, 236 მეტი, ოკეი. და ახლა ვეტყვი upside და იყო list და upside ამ ზიმეთი ვეუბნები რომ ამას მიმართავ და ახლა ამას მიმართავ შესაბამისად ორივეს მიმართავ max width 326 პიქსელი. ხო, და მივიღეთ ესეთი რაღაც. ეხლა იდეაში ნელ-ნელა მივყვებით ყველაფერს, სტილებს გავასწორებთ და მშვენივრად იმუშავებს. ოკეი, HTML-ში შევამოწმოთ ახლა რა გვჭირდება. ხო, იდეაში კიდევ ესეთი პლაგინი მინდა ახლა განახოთ Figma-ში, რომლის საშუალებითაც რაღაც კონკრეტული სტილები შეგვიძლია წამოვიღოთ. ეს პლაგინი არის ჯერ პირველ რიგში თუ გინდა რომ უფრო დეტალურად ვიმუშაოთ ამ template-თან, ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება რომ აი დავაჭიროთ ქვედა ის ars, row downs და დავაჭიროთ duplicate to your drafts. ამ დრაფტებში გადავიყვანოთ შემდგომ რომ მოგვეცეს ეს რა არის? ფონტი. შემდგომ რომ მოგვეცეს უკვე დამატებითი შესაძლებლობა. აი მე რამ ხელახმაური ეზოში აქ ვარ ისმის მეგობრებო, შემთხვევით. არა. თუ გაიგებთ ხმას მაშინ მითხარით კარს დავკეთებ. ფელურს თამაშობენ ეზოში და ძალიან ხმაურობენ. აქ რა გვინდოდა, ხო, იდეაში დრაფტებში გადმოვიყვანე, ეს შეგვიძლია დავთიშოთ და აქ უკვე დანარჩენი დეტალები შეგვიძლია ვნახოთ. ოკეი. იდეაში შეგვიძლია აქ სადმე ნებისმიერ ადგილას, აი თქვენზე, დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკს, აი აქ ავირჩიოთ plugins-ი და დავაჭიროთ manage plugins. გაგვეხსნება ესეთი search menu, საძიებელი, საიდანაც უნდა ავირჩიოთ inspect styles. არა, ესენში იქნება აი ესეთი plugin. დავაჭერთ ამას და იდეაში თავიდან თქვენ მოგთხოვთ runs, ანუ გითხავთ რომ გინდათ თუ არა დაწყება და მიცემთ runs. კარგი. ეხლა რა შეგვიძლია ამის საშუალებით? მაგალითად მოვნიშნავ მე ამ კონკრეტულ ელემენტს და თუ დააკვირდებით გვიგდებს აი აქ სტილებს რა სტილიც უნდა იყოს. ზოგადად general-ში რო გადმოვიდეთ. general-ში არის აი აქ მოცემული, ნახეთ, აი ესეთ საინტერესო რაღაც. root-ი თუ გახსოვთ, ცვლადი შექმნის კლასი არის, pseudo კლასი არის, რომელშიც შეგვიძლია ცვლადები შევქმნით.
აქ არის შექმნილი ორი ცვლადი, რომელშიც არის second family, რაღაც პროდუქციას medium-ი, ოკეი, ეს არ გვინდა. ჩვენ დაგვჭირდება აი ეს root-ი, თლიან რომ დავაკოპიროთ. გადმოვიდეთ CSS-ში, აი აქ სადმე ზემოთ. მაგალითად ტულის ქვემოთ, აი ამ root-ში. ჩავაკოპიროთ აი ეს სტილი, ოღონდ product sans-ის მაგივრად ჩვენ გვჭირდება open sans. ეს second family არ გვჭირდება, ანუ შევქმნით ცვლადი და შემდგომ ამ ცვლადის საშუალებით შემოვიტანთ ჩვენს font family-ს. ფონტების ოჯახს. მაგალითად ახლა ამ კონკრეტულ ელემენტს მოვნიშნავ, გვაქვს სტილები, დავაკოპირებ და ჩავსვავ პირდაპირ, სადაც საჭიროა. მაგრამ ჯერჯერობით ახლა ჩვენ დაგვჭირდება text contacts, რომ მივცეთ text-contacts, მივცეთ display flex. ანუ ეს აიკონი და ტექსტი რომ გავანაცვლოთ. align items ცენტრი მივცეთ, ერთ ხაზზე რომ დადგნენ და gap-ის საშუალებით დაახლოებით 20 პიქსელი მივცეთ, დავაშოროთ ერთმანეთს. იდეაში, აი აქ ცოტათი უნდა ჩამოვწიოთ ახლა. ეს ყველაფერი დაახლოებით 100 პიქსელით, ანუ აქ როგორც არის მიბჯენილი ეგრე არ უნდა იყოს, ამიტომაც თვითონ footer upsides მე ვეტყვი padding tops 100 pixels. ასე ბევრია, მოდი 70 იყოს. შეიძლება არ ვინდა 70 გვინდა. ხო, და ნორმალური. ოკეი. ეს გავაკეთეთ ახლა და შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ამ ელემენტის გასტილვა. მოვნიშნავ ახლა მე ამ ტექსტს. ნახეთ, დავაჭერე ამ ტექსტს, მოვნიშნე და აი აქ კოპის დავაჭერ იდეაში. ბევრი რო არ ვიწყოთ და ვეტყვით რომ ტექსტ ტილე კონტაქტში არის პარაგრაფი და მიიღებს აი ამ სტილს. მე არ დამიკოპირებია კარგად კოპი. Control-S საშუალებით ჩავს. ხო, color-ი არ ჭირდება, იმიტომ რომ color-ი მთლიან ფუტერზე გვაქვს უკვე გაწერილი, font size 16 პიქსელი არ ჭირდება, რადგან ისედაც 16 პიქსელი აქვს font size-ი, უბრალოდ font family გადავიცით. მოდი ვნახოთ, აი, Swift-ი მიიღო. შემდეგ, როგორ? ვარ რა არის? პლატებზე იდეაში ვისაუბრეთ, მაგრამ კიდე განახებთ ახლა. ვარის საშუალებით ნახე, აი აქ გვაქვს font family. აი ესეთი ტირე font family. ეს არის ცვლადი. ანუ ამ სახელში ჩვენ ვინახავთ აი ამ ინფორმაციას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე სადაც აი ამ სახელს გამოვიყენებ, ეს სახელი იქნება აი ამ ყველაფრის ტოლი. და ეს სახელი სადმე რომ ჩავსვათ, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ვარი. ვარში უნდა ჩავწეროთ, უნდა დავწეროთ ვარ ფრჩხილები და ფრჩხილებში უნდა მოვათავსოთ ის სახელი, მცვადის სახელი, აი ჩვენ შემთხვევაში არის font family. აი ეს font family უნდა მოვათავსოთ ამ ფრჩხილებში და ეს font family ნიშნავს იმას, რომ აი ამის მაგივრად ახლა წერია აი ეს. კარგი. იდეაში ახლა merging bottom-ი გავუკეთოთ, რომ ეს ქვედა ტექსტთან დავაშოროთ 50 პიქსელი მაგალითად. და რაღაც უცნაური პარაგრაფს უთხარი, ოკეი, პარაგრაფს კი არა. უნდა მეთქვა text contact-ისთვის ეს. უნდა გვეშორებინა, მოდი 40 იყოს. შემდეგ contactor sauce მივმართოთ. მოდი წინასწარი მიმართვები გავუკეთოთ, ან text about-ს მივმართავ. text about და ვეტყვი, აქ არის h2 მაგალითად და ხო h2 იყო h2 და ასევე არის text about-ში პარაგრაფი. გადმოვალ სტილებში ავირჩიო contactor sauce. აქ ისევე დავაკოპირებ, კოპის დავაჭერ და h2 საშუალებით ჩავაკოპირებ. იდეაში color-ი არ გვჭირდება, აი text transform. text transform-ის საშუალებით შეგვიძლია ტექსტის დომა ან გავზარდოთ, ან დიდასოებში გადავიყვანოთ, ან
lower case თუ დავწერთ, გადავყვანთ პატარა ასოებში. ეხლა პატარა ასოებიდან გადავყვანთ დიდ ასოებში. ტრანსფორმის საშუალებით font size-ი 18 პიქსელი, font weight-ი, ანუ სისქე შრიფტის 700 უბრალოდ და font family ისევე იგივე ვარის საშუალებით შემოვიდეთ. და პარაგრაფსაც ანალოგიურად ეხლა მოვნიშნავთ. დავაკოპირებთ ყველაფერს და მივცემთ ჩავწავთ აი ამ სტილებს. font size-ი არ გვჭირდება ისევე, დამატებითი სტილების დაწერა არ გვჭირდება და აი ესეთი რაღაც მივიღეთ ახლა. ხო, მოდი პარაგრაფს უთხრათ merging copy მაგალითად 30 პიქსელი და ქვემოდან რამდენი ჭირდება დაახლოებით 40 პიქსელი merging bottom. და აქედან გამომდინარე უკვე ძირითადი ლოგიკა შევადგინეთ აი ამ ერთი გვერდით. მე შეგვიძლია აქ რესპონსიბილობაზე შევამოწმოთ როგორ იმუშავებს პირობითად. ხო, ჯერჯერობით ესე არის და პატარავების შემთხვევაში, ცნაურად იქცევა, რა თქმა უნდა, ამას გამოვასწორებთ. ხო, იმიტომ რომ ჩვენს მშობელ elements footer upsides, რომელსაც display flex-ი აქვს ნათქვამი, არ აქვს ჩართული flex wrap. ამიტომაც დავუწევთ flex wrap. და ესეთი რაღაც მოხდება შემდეგში შეხების დროს. უცნაურად გადმოვარდება. მაგრამ შემდეგ უკვე იმის საშუალებით, იდეაში შემდეგ, როდესაც მედიებს დავუწერთ, მედიების საშუალებით უკვე justify content ცენტრზე გადმოვიდეთ. და შემდეგ მაგალითად gaps დავუწერთ 100 პიქსელს. დაგვედით? აი მაგალითად შეგვიძლია რომ ესე გადმოვანაწილოთ და მე უკვე კიდე დაპატარავების შემთხვევაში ეს მაგალითად ახლა პრობლემა იმიტომ შეიქმნა, რომ ფიქსირებული სიგანე აქვს, სიმაღლე აქვს, უბრალოდ ფუტებს. ანუ ქვემოთ გავიდა ტექსტი. ამიტომაც ჩვენ როდესაც ფიქსირებული სიმაღლე დავუწერეთ height 650 პიქსელი. ჩვენ აი აქ უნდა დავუწეროთ min height. ანუ მინიმალური სიმაღლე რაც უნდა ქონდეს ჩვენ ფუტებს. არის 650 პიქსელი. ამის შემდეგ უკვე ექნება ნებართვა იმისთვის რომ გაიზარდოს. ხო და იდეაში ეგეთი რაღაც მოხდება. ესეთი გადალაგება მოხდება. ხო, ჯერჯერობით ეს ორი გაფი და justify content-ი არ გვჭირდება, შემდეგ დავუწერთ. და ჯერჯერობით მივხედოთ მთლიან desktop-ის ვარიანტს. ხო, იდეაში ეს ორი ელემენტი შეგვიძლია დავაშოროთ ერთმანეთისგან. დაახლოებით 15 პიქსელით, ანუ შეგვიძლია უბრალოდ რომ text logo-ში img-ს მიმართოთ და merging left 20 პიქსელი დავუწეროთ. right, right-ი left-დან ანუ ამასაც გამოწევს გვერდზე, მოდი 20 პიქსელი დავუწეროთ. ხო, იდეაში ესე არ იმუშავებს, რადგან img inline ელემენტია და ეხლა მაგალითად 120 პიქსელი დავუწეროთ. აზრი არ ექნება. logos. Okay. ესე გამოვამაში. 30 პიქსელი დავუწეროთ. right, მოიცა აქედან. okay, sorry-ა. და იდეაში მზად არის. ხო, ეს ნაწილი გავაკეთეთ. შეგვიძლია ახლა გადმოვიდეთ ამ ნაწილზე. და გავსწილოთ ეს ნაწილი. იდეაში popular brands მიმართოთ პირველ რიგში, მოდი ამ სტილებს წინასწარ დავაკოპირებ. და მიმართოთ ახლა upside list-ში op. ვარ დავაკვირდი რა იყო H3 იყო მგონი. გადმახსოვს. H3-ს. ეს font family არის, რომ რა fonts ვიყენებთ, ხო ეგ? კი. ანუ აი ამ იმის მაგივრად, ვარის მაგივრად რა. ეწერება აი ეს. კაცერია font. Font weight 700 font size 18 pixel text transform uppercase. Okay.
ეს კარგად არის, ახლა დაახლოებით 5 პიქსელით, 15 პიქსელით ჩამოვწერთ ქვემოთ. და დანარჩენი უკვე უნდა გავსწროთ გული. იდეაში ვეტყვით, რომ upside ლისტში არის ული და არის ლიები. ულში, ანუ upside ლისტში არის ული, ულში ლი. ანუ ახლა ამაზე მოვხსნი რომ მივით, ანუ აი გვაჩვენებს რომ არის რაღაც ელემენტი, რომელსაც აქვს კლასი upside ლისტი, შიგნით არის ული და იმის შიგნით არის ლი. ლის შეგვიძლია დავწეროთ line height პირველ რიგში. მაგალითად 20 პიქსელი პირობითად. ბევრია. აქ ეს არ გვაჩვენებს ახლა. line height-ი 150% გვაქვს. 10%, მოდი ავნახოთ აქ როგორ იმუშავებს. მოდი ამის ზომა ვნახოთ თვითონ ამ შობლის ზომა არის 226 24 პიქსელი სიმაღლეში. ანუ 150 დამოვა 24-ს დავუმატე 12. 226 კი არა 36 უბრალოდ. ანუ 36 პიქსელი გჭირდება line height. მისთვის თო ეს როგორ გამოვიან გარეშე 36 პიქსელი ხო? და რატო? ანუ, როდესაც მაგალითად რაღაც ელემენტს უწერია პროცენტებში, ნიშნულობა ეხლა line height-ი გვიწერია 150%. 100% როგორც ვიცით, პროცენტები გამოითვლება მშობლის ზომიდან გამომდინარე. აი ამ ტექსტის მშობელი, აი ეს ზუსტად ეს ზომა არის, ეს სივრცე, რომელშიც იმყოფება. ეს სივრცე არის 24 პიქსელი, შესაბამისად 150%. 24 პიქსელის იქნება 36 პიქსელი. კარგი. შემდეგ მარცხნიდან დაშორება გავუკეთოთ ცოტა merging left პიქსელი. ლიში მყოფ იმას უნდა გავუკეთოთ ეგ დაშორება. ანუ upside ლისში არის ული, ულში არის ლი, ლიაში არის პანი და მოდის პანს ვთქვათ merging right. და 25 დავუწეროთ, ხარა ხდება. 15 პიქსელი. ბევრია. 15 პიქსელი, მე ვერ ხედავ განსხვავებას თუ არ იზრდება. აი მოდი არ გვინდა საერთოდ დაშორება. თქო ისედაც მიბჯენილი არ. სპანს რატომ მიმართავდი input-ი? გამიმართა. input-ი. ოკეი. 15 პიქსელი. პიქსელი ნორმალური არის და მოდი ახლა ეს input-ები გავსტილოთ. ახლა იდეა შეგვიძლია მივცეთ background-ი. parent-ი, ანუ გამჭირვალე. background color-ი, რატო არ მიიღო transparent-ი? range-ი. Okay. Თიცამით ზოგადად inputs მივმართოთ. ჯერჯერობით. ეს მნიშვნელოვანია. ამ input-ისთვის ფორმა რო შეგვექმნა, კარგი იქნებოდა. რადგან არ არის ვიდეო პიქსელი. რაღაც ვერ მუშაობს input-ი კარგად.
მოდი ტექსტი გავსტილოთ და input-ზე ცალკე გადმოვიდეთ მერე. საერთოდ ამასის მოვუბრუნდეთ. ხო, ტექსტს რა თქმა უნდა, აი ეს ვცეთ. მოდი აქ ესე ჯობია, input-ს კი არა, spans მივმართო. Spans margin left-ი უთხრათ. ხა მე ცალკე კიდე spans რო აღარ მივმართოთ და მივცეთ ეს სტილები. Line height იდეაში არ ჭირდება. Font size 16 პიქსელია სტანდარტულად, color-ი უწერია. ხო და font family და font weight-ი გადმოვიცეთ უბრალოდ. ხო, ესეთი რაღაც მივიღეთ. უბრალოდ ეხლა ჩვენ font size უნდა დავუყუროთ, font size-ი 15 პიქსელი, რადგან open sans-ი ცოტათი დიდი არის product sans. შესაბამისად აი ერთი რაღაც პრობლემა შევექმნებოდა. მოდი აქ ვნახოთ ეხლა. ის რატომ გამოვხდე, არ უნდა გამომართო. აი აქედან ავრჩევ plugins და იდეაში როდესაც თქვენ მერე manage plugin-ში გადახვალთ და იქიდან აირჩიოთ plugins, ამის შემდეგ უკვე შეგეძლებათ რომ აი აქედან პირდაპირ ჩართოთ ეს plugin. ხო, მოდი ვნახოთ ეხლა აქედან ნაწილზე ხდება most visited articles. რა თქმა უნდა ეხლა ამას სტილი მივცეთ, HTML-ში ვნახოთ. რა გვაქვს აქ upside articles-ში არის h3 side აქაც შესწავლამერთი არ მექნება ხო? რატო არის იძე გაწერილი? ოკეი, ეხლა ნორმალური. ეს h3 და მივცეთ აი ეს სტილები. ოკეი, color-ი არ გვჭირდება, დანარჩენი გვჭირდება. მშვენიერი. და ეხლა შემდეგი უკვე გვაქვს info card-ები. upside article-ებში არის card. ხო, ჯერ არის articles info. მოდი პირდაპირ articles info-დან დავიწყოთ თორე. ძალიან ღრმად ჩავალთ, არის info card-ები. და ეხლა info card-ებს მივხედოთ და მივცეთ რაღაც კონკრეტული სტილები. Info cards იდეაში არა, info cards არაფერი არ ჭირდება ეხლა კონკრეტული, არანაირად. ხო, პირდაპირ ტექსტზე გადავიდეთ. ტექსტი გავხსტილოთ. ანუ შიგნით არის h4 როგორც მახსოვს. ხო, h4-ებია, h4-ებს მივცეთ. ეს სტილი. ახოთ როგორ გამოიყურება და შესაბამისად ეს და პარაგრაფს მივცეთ აი ეს სტილები. იდეაში მივიღეთ ესეთი რაღაც, უბრალოდ დაშორებები გვჭირდება ახლა რომ გავაკეთოთ. პირველ რიგში აი ამის ქვემოთ დაშორება მივცეთ. h3-ს, ანუ margin bottom 15 პიქსელი მაგალითად. შემდეგ ასევე info card-ებს თვითონ ყველა cards. მოდი გავუკეთოთ border bottom 2 პიქსელი. მოდი ვნახოთ მაგის სტილიც როგორ გამოიყურება. ესე გამოიყურება, უგონთ, ვაიმე, ეს არ გვჭირდება. ესე დაგვჭირდება ეს. და იქ ქვემოდან გავუკეთეთ და ბორდერები. ხო, ტექსტსა და იმას შორის დაშორება, ანუ h4-ს ვეთქვი რომ margin-ი დაახლოებით 8 პიქსელი იყოს. მოდი ესე ვნახოთ როგორ გამოიყურება. 8 პიქსელი და პარაგრაფს ქვემოთ აი და border შორის იყოს დაშორება დაახლოებით 5 პიქსელი მაგალითად. 5 პიქსელი. ტექსტები HR-ით გავაკეთე და სემანტიკისთვის რამე განსხვავება ხო არ არის რომელიმე არა, არანაირი. HR-ითაც მეც ვფიქრობდი HR-ით გაკეთებას, მაგრამ ბარემ მეთქი ბორდერით გავაკეთოთ. ბატონო.
ხო, და აქ დააკვირდით ახლა მაგალითად გვაქვს ბოლო ელემენტს არ აქვს ბორდერი. და აქ ჩვენთან არის რა, როგორ მოვიქცეთ ახლა ამ სიტუაციებში. ამ სიტუაციაში შეგვიძლია მივმართოთ info cards და უთხრათ რომ last-child. ანუ ბოლო შვილობილი ელემენტი info card-ების, მე last child-ებზე და ამებზე შემდეგ კარგად აგიხსნით. ჯერჯერობით გეტყვით რომ უბრალოდ ამ იმეებში info card-ებში მივმართავთ ბოლო ელემენტს. და ვეუბნებით რომ border none. ამ ბორდერი არ გვინდა ამ ელემენტს. და აქაც გაუქრება შესაბამისად border. ანუ აი აქ გვინდა ჩვენ margin bottom-ი კი არა, margin-ი გვინდა ზემოდან და ქვემოდან 10 პიქსელი. ზემოდან და ქვემოდან გვერდებზე 0. და შესაბამისად არა. იყოს ქვემოდან bottom. და დაუწეროთ თვითონ აი ამ პარაგრაფებს ზემოდან margin. აი ამას წაუშვი H3-ს, იმიტომ რომ თავისი margin-ი არ გვჭირდება. და info card-ის H4-ებს margin ტოპები დაუწეროთ 15 პიქსელი. ხო, და შესაბამისად აი ესეთ რაღაცას მივიღებთ. ხო, იდეაში გავს. ხონი? ხო, აქ ერთი ის პრობლემა შეგვექმნა ჩვენ, რომ აი აქ input-ები გავაკეთეთ და ეს გასასტილი არის. მოდი მე ესეთ რაღაცას გავაკეთე. აი ამ საერთოდ წავშლი და ეხლა განახებთ ძალიან საინტერესო რაღაცას. მოდი ამასაც სპანებს წავშლი და სხვა მეთოდით გავაკეთე. ება აქ სპანზე რას ვქონდა? მიმართული. ზოგადად ლიზე მიმართოთ. და ეხლა ნახეთ რას გავაკეთე. upside list-ში არის ული, შიგნით არის li და ნახეთ pseudo ელემენტი before. აქ აბა თუ გახსოვთ რომელი არის სავალდებულო ატრიბუტი. კონტენტი. კონტენტი კი ბატონო. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა, ნუ ბრჭყალებიც არიელიც რომ იყოს, მაინც უნდა იყოს. ხო, ეხლა იდეაში display inline block-ი უთხრათ. width მაგალითად 10 პიქსელი, height პიქსელი. background color-ი არ გვჭირდება, border-ი მივცეთ უბრალოდ. ან იდეაში, ხო, border-ი მივცეთ, border-ი 1 პიქსელი, sorry. თავიდან ცეცეცა იყოს და border radius-ი 100%. ცენტიანი დამრგვალება და შესაბამისად მივიღებთ აი ესეთ რაღაცას, რომ border-ის ცოტა გავზარდოთ. ხო, და ლის ვეტყვით უბრალოდ margin left მაგალითად 10 პიქსელს. ვთქვათ margin right-ი. ხო, შვენიერი უბრალოდ ეხლა აი აქ რაღაც margin-ი არის აქ სადღაც რაღაც. ეგა. და იდეაში ამის over-ის დროს border-ი შეეცვალოს მაგალითად ცეცეს მაგივრად F-ი. არა, lis over-ის დროს before-ს ეხლა იცვლება იდეაში, მაგრამ კარგად არ ჩანს, მოდი ცოტა გაუზარდოთ 4 პიქსელამდე ბორდერები. ხო და აი თუ დააკვირდებით, მოდი ზუსტად აი იმ ფერს ავიღებ აქ რაც არის. ეს ის არის input სტილები.
უბრალოდ თეთრი არის, უბრალოდ გამჭვირვალობა აქვს მიცემული. ხო, მოდი აქ ჩვეულებრივად დავტოვოთ. და RGBA percent, RGBA-ში 255-ები ნიშნავს თეთრს, 255-ები და ბოლო აი ეს ელემენტი ნოლოვი რაც წერია, ეს არის უკვე გამჭვირვალობა. აქ დავუწეროთ 0.5 და აი აქ დავუწეროთ გამჭვირვალობა 1. ანუ არ იყოს გამჭვირვალე და შესაბამისად ეს რაღაცას მივიღებთ. ასევე შეგვიძლია lis cursor pointer-ი დავუწეროთ. და იმავს მიტანის დროს აი ესეთი საინტერესო რაღაც გამოგვივა. კარგი, მოდი ახლა იდეაში ნახოთ რესპონსიული რამდენად არის. და გადავარდება ახლა რამდენ პიქსელზე. აი 900 რაღაც პიქსელზე უკვე გადავარდა, მოდი ესე გავხსნათ. ეს გავშალოთ და ნენეულად შევავიწროთ ხა. თან ჩამოვწევნე 932 პიქსელზე. 932 პიქსელზე გავაკეთებთ მედიას ახლა აქ. მედია max with 932 პიქსელი. და ჩვენი მოიცა რა იყო footer inner. არა, footer upside. Footer upside მიიღებ justify content centers და გაქვს 100 pixels. მოდი შევამოწმოთ ეს. შვენი. ეს რაღაც გამოვიდა, ანუ გაფის გარეშე ახლა დავუწერ ყველაფერი ცენტრში რო გადმოვიდა, ეს ორი ეტევა და გვერდ-გვერდადგან ეს ცენტრში ჩამოვარდა. ამიტომაც გაფის საშუალებით ცოტა ვაშორებთ ერთმანეთს. და დავაპატარავთ და ან დავაპატარავების შემთხვევაში უკვე ესეთი რაღაც ხდება, რომ ეს ზემოთ რჩება და ეს ორი ცენტრში ჩამოდიან, მაგრამ კიდევ შევავიწროებთ. ესე ჩამოვარდან ცენტრში. კიდე შევიწროების შემთხვევაში უკვე ეს ტექსტი დაპატარავდება და საერთო ჯამში მივიღებთ ეს რაღაცას. ძალიან საინტერესოდ. ახლა იდეაში 240-მდე პატარავდება, მეტი არც არის საჭირო. 286 პიქსელი აი ყველაზე მინიმალური. აი ეს ამდეც უნდა დაიყოთ. 300-მდე შეიძლება. იშვიათ სიტუაციებში. და იდეაში ვიღებთ აი ესეთ რაღაცას. ოკეი. ზემოთა ნაწილი გავაკეთეთ, საკმაოდ რესპონსიულია. ძალიან კარგად მოქმედებს. სკროლი არ გვექმნება. breakpoint-ი გქონდა აღებული 932 პიქსელს. კარგი, ახლა შემდეგ უკვე აქ შეგვიძლია HR-ი გამოვიყენოთ. თეთრი ხაზისთვის. ეს გაიხსნება და დავხურავ ზამით. ახლა down size და upper size შორის პოდიშ ერთწამი. პოდიში. გავაგრძელოთ. ხო, HR-ი არის, ვინც არის ეს თეთრი ხაზი. აი აქ როგორც არის. შეგვიძლია HR-ს მივცეთ ცოტა, მე ვთამაშ ჩავკეცავ. აი აქ უბრალოდ დავუწერ HR-ს, ზოგადად კლას არაფერს არ მივცემ, თელი სახელით დავუწერ, იმიტომ რომ მარტო ერთი ცალი გვაქვს. მივცემთ opacity. opacity არის გამჭვირვალობა 0.5. აი ესე ესეთი გამჭვირვალე ის იქნება. შეგვიძლია merging top-ი დავუწევთ ესე 20 პიქსელი. იყოს კარგი. ეს ბევრი იქნება. 40 პიქსელი. ოკეი. და შესაბამისად ახლა დავიწყოთ ქვედა ნაწილის გაკეთება. აქ იდეაში დიდი აღარაფერი დაგვრჩა. ერთი ული და copyright-ის ტექსტი. ოკეი. footer downside-ში უკვე უნდა შევქმნათ ული, შიგნით li, 2, 4 და 6, 2, 3, 4, 5 და 6. მოდი გადმოვიტანამ სახელებს. რატო არ გვატანებს? ოკეი, მაშინ ეს თუ არ წამოგვაღებინებს. იდეაში პროტოტიპში ახლა რადგან დეველოპერის რეჟიმის ჩართვას ვთხოვს, რაც ასიანი რა თქმა უნდა.
თავს. თუ ესე არ წამოგვაღებინებს, აი აქ შეგვიძლია პროტოტიპში გადმოვიდეთ და აი აქ სადღაც იყო directions არა. თუ აქ არის, აქ უნდა ყოფილი. აქედან მოქონა საიდან არის. ექსპორტი არ ვინ. კარგი. პირდაპირ გადაწერით, რა თქმა უნდა, არ გადავწერ. ვიცით. დრაფტებში რადგან არ ვართ, შეგვიძლია ტექსტის დაკოპირება და გადმოყვანა ეს. რომელღაც გიბლოკავდა Figma, როდესაც დრაფტებში ვიყავით, იმიტომ რომ თხოვდა დეველოპერის რეჟიმში გადაყვანას. PS4-ის მოვიღეთ, exclusion of reliability და contact. ულის ქვემოთ გავაკეთოთ მაგალითად H4 და აი ეს იდეაში აი კოპირაიტის გაკეთებას თუ გინდათ ცალკე განაგეთ, ანუ თვითონ აი მაგალითად თუ არის ეს ლოგო როგორ წამოიღოთ რა, ან სად მოძებნოთ, ან როგორ გააკეთოთ ეს კოპირაიტის. შეგიძლიათ დაწეროთ ამპერსანტი და კოპია ეს ის ნიშანი. და წერტილმძი. და იგივე იქნება რაც აი ეს კოპირაიტი. ეხლა შეგვიძლია footer downsides მიმართოთ. უთხრათ რომ შიგნით არის ული. ამ ულში ეს ული პირველ რიგში უნდა გავხადოთ flexi, გაფი 32 პიქსელი. მეტებს შორის დაშორება, ზოგადად footer downside. უნდა გავხადოთ flexi, justify content space between merging top მივცეთ პიქსელი. გააკეთეთ შეგვიძლია. ეს კარგი იყო. და უბრალოდ ახლა ამის სტილები წამოვიღოთ დრაფტებიდან. Inspect styles გავხსნი ისევე. კოდი ავირჩიოთ. ეს ნებისმიერი დავაჭიროთ copies. ახლა უთხრათ რომ footer downside-ში გვაქვს ული, რომელშიც არის li და ამ ლიებს მივცეთ სტილები. მოიცადეთ ერთ წამი 24-36 პიქსელი აქაც line. და copyright-იც სამისად სტილები წამოვიღოთ, აი მე რატო გავთიშე? არა font face-ი არ გვინდა. Inspect styles-ი გვინდა. ვირჩიოთ ეს ელემენტი დავაკოპიროთ და footer downside-ში არის H4, რომელსაც მივცემთ აი ამ სტილებს 16 პიქსელი არ გვინა, ეს არ გვინა, აქაც 336 პიქსელი. ეს გამოვწიოთ აქ. ასევე ეხლა ესენი მგონი ერთ ხაზზე არის, არა ერთ ხაზზე არიან, მაშინ align item center არ გვჭირდება აქ, სადაც downside-ში, მაგრამ მაინც დავუწეროთ. ან თავის დავიზღვიოთ და იდეაში მივიღეთ შესაბამისი ფუტერი. ანუ იდეაში ძალიან გავს. ერთი უბრალოდ აი აქ main-ში მაგალითად უბრალოდ H1-ს გავაკეთებ hello, ჩავწეროთ.
HRs მიმართავ და font size გავუზრდი 50 პიქსელამდე და ისე აქვს ხილა ფონტი 200 პიქსელი და რამდენიმეჯერ ჩამოვაკოპირებ. და ნუ ეს საიტია, ჩამოდიხარ. ჩვენი ფუთერიც აი აქ დაგვხდება. იდეაში ახლა სელოვები კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რესპონსიულობა ამ ქვემოთა ნაწილის. ეს რა თქმა უნდა არსებობს. არანაირად არ გვაწყობს. არვას როდის იწყებს? მოდი flex wrap-ი ჩავართოთ, ყველაზე კარგი იქნება. wrap. მოდი ნახოთ რა გამოიწვია. რომ გავაკეთოთ ტექსტ-line ცენტრი მედიაში გადასვლა არ მინდა უბრალოდ ხა იქნებას. ესე შეგვიძლია რა რაღაცა და მე ესე გადმონაწილდება, ნუ არ არის ახლა ამას. თქმა უნდა, მაგრამ აი აქ უკვე დაგჭირდება რომ დარგვევას დაიწევს, flex wrap-ი იმათ აქვს, მაგრამ pulse და lips არ აქვს. pulse უფრო სწორად flex wrap-ი. ესეთი რაღაც ესე გადანაწილდება საბოლოო ჯამში. არ არის ლანა. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ესე კი გამო ეს კარგია ესე რომ აქვს. მაგრამ თან cursor pointer-ის დაუწევთ მოდილიებს. კი კარგი იქნება, მაგრამ მანამდე ბევრი დარღვევა. ნუ აქ შეგვიძლია რა თქმა უნდა ისევე burger menu გავაკეთოთ და burger menu-დან გამომდინარე ესი. აბა? ან კიდევ ერთი მედია. აბა? დარღვევა არის რომ ამბობთ, რატომ არის დარღვევა? ანუ აი რა შევლინდება? იდეაში აი დააკვირდით. ეხლა ესე გადანაწილებული როდესაც არის ჩვენი ლისტი, რომელიც რეალურად წერან ერთ ხაზზე გქონდა. კი. მოიცადეთ აი ფიგმაში ვნახოთ როგორ უნდა იყოს იდეა მაყურებს. იდეაში აქაც ესე უნდა გადმოვაგდეს. ხო, ნახეთ, ანუ რაღაცნაირად არ არის მაინც და მაინც ნორმალური, როდესაც აი ესეთი რაღაც ხდება. რომ აი ეს მაგალითად ისე არის ჩამოგდებული, ისე არის ჩამოგდებული და ასე შემდეგ. ჯობია რომ ან ყველა ჩამოგდებული იყოს, ან არც ერთი. ან აი აქ ნახეთ რამ ყველა სივრცე იმაშვება, იკარგება, იმიტომ რომ line height-ია დიდი. და margin top გვაქვს ეს. ნუ არ არის ეგ ნორმალური. ერთ წამბოდის თვირე კაუნტ. გავაგრძელოთ. იდეაში აი აქ ჯობია რომ როგორც ეს არის, ისე ჩამოვაგდოთ. მაგალითად, აი როდესაც უკვე ჩვენი საიტი იქნება. მაგალითად 810 პიქსელი. არა უკვე კონტაქტი გადმოვარდება 800-ზე. 910 პიქსელი, ანუ მედიაურო 900-ზე. იდეაში 912 გვაქვს და მოდი აქედანვე დავუწყოთ. რეაგირება footer downside-ში გვაქვს ული. რომელსაც აქვს display flex. შეგვიძლია რომ flex direction-ი შევუცვალოთ columns.
ნუ ესეთი უცნაური რაღაც ხდება რა თქმა უნდა. მაგრამ ამასთან ერთად footer downsides შეგვიძლია flex direction შევცვალოთ ანალოგიურად. ხო. flex ასევე რა არის? flex უფრო სწორად align items flex start-ი შეგვიძლია დავუწეროთ. არა, იდეაში ჯერჯერობით შეგვიძლია ცენტრში მოვახვედროთ. ცენტრში ფონდის ეს ყველაფერი. და აი იდეაში აი როდესაც დაახლოებით 400 პიქსელზე ჩამოვალთ. კოპირებ. დავაკოპირებ. და როდესაც 400 პიქსელზე ჩამოვალთ, footer downsides მართავთ და ეს ჭირდება ზოგადად თუ ისეც მიცემული გვაქვს. ხო, ეს არ გჭირდება. ამიტომაც ეხლა კოდს გავაადვილეთ, ანუ მიმართავ footer downsides და footer downside-ში მყოფ უს. ეს უკვე ზედმეტი ანუ ერთით. ნაკლები შეგვიძლია დავწეროთ და flex direction okay იყოს და მაგალითად align items flex start. დავაპატარავ და აქეთ გადმოდის მე. ნუ ეხლა მარცხნივ და ასევე text align left. შევამცირებ. არა, text align ცენტრი არის ამაზე მიცემული და ეხლა text align left-ის საშუალებით გადმოგვაქვს და ნუ საერთო ჯამში ვერებთ ეს რაღაცას. ძალიან საინტერესოდ. ო. ევიაში ეგ არის მოვჭით. ამ კითხვები ხომ არ გაქვთ? არა. კი ბატონო. დაგემშვიდობებით მაშინ. ბატონო. ნახვამდის, მადლობა. კარგად. მადლობა, ნახვამდის. მადლობთ დროებით. დროებით.